წმინდა სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. დღევანდელი სინოდი დასრულდა, როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. რაც შეეხება შედეგებს, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი ცნობილია, თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რამდენი დააგროვა თითოეულმა კანდიდატმა? საპატრიარქო ტახტის მოსაყრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. იყო სხვა კანდიდატებიც, რომლებიც პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახელდა. იყო დიახ, იყო მეუფე გრიგოლკაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდით, რომ ასაკობრივი ზღვარი ყოფილიყო დღევანდელ სხდომაზე თავარი პრინციპული საკითხი, რაც აი ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ ამის მიხედვით იხემძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კვების თარიღი გაიგო? ჯერ არ არის გარკვეული ეს.